მოგესალმებით. მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 5 ფაქტზე გამოძიება დაასრულა, რაც მოგცემს საშუალებას, რომ აღვადგინოთ დაზარალებულთა დარღვეული უფლებები და დაუბრუნოთ მათ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება. დაზარალებულთა უფლებების აღდგენის და მათთვის ქონების დაბრუნების საკითხზე აქტიურად იმუშავა საქართველოს მთავრობამ და მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე დაევალა შესაბამისი ზიანის კომპენსირების მიზნით დაზარალებულებს გადასცენ სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონება, რომელიც დაზარალებულს სხვადასხვა საჯარო მოხელეთა უკანონო ქმედებებით იძულებით დაათმობინეს, აჩუქებინეს ან მიატოვებინეს. დეპარტამენტის პრეზენტაციის დროს ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას დეპარტამენტის მუშაობის შესახებ და დღეს ჩვენ მზად ვართ წარმოგიდგინოთ დეპარტამენტის სამთვიანი მუშაობის ანგარიში და შედეგები. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს მიერ განხილულ იქნა 1000-მდე საჩივარ განცხადება და 118 სისხლის სამართლის საქმეზე იქნა გამოძიება წარმოებული. რომლებიც 118 სისხლის სამართლის საქმეზე იქნა გამოძიება წარმოებული, რა დროსაც მხილებული იქნა 5 საჯარო მოხელე, რომლებიც იმ დროისთვის დასაქმებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში. გამოძიებით დადგინდა, რომ 2008-2009 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური მთავარი სამმართველოს უფროსი, ეგრეთ წოდებული იმერეთის უშიშროების უფროსი კონსტანტინე არჩაია კუდის თანამშრომლების დახმარებით ეწეოდა იმერეთის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებისათვის თანხების გამოძალვას, რასაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. კერძოდ 2008 წლის აგვისტოს თვეში კონსტანტინე არჩაიამ მის დაქვემდებარებაში მყოფ კუდის ოპერატიულ თანამშრომელს კონსტანტინე ჭეიშვილს მისცა უკანონო დავალება, ვინაიდან მას ესაჭიროებოდა ფულადი თანხები, ამ უკანასკნელს მოეძიებინა კონკრეტული მეწარმეები, რომლებიც შეძლებდნენ აღნიშნული თანხების გადახდას. დავალების შესრულების მიზნით კონსტანტინე ჭეიშვილი დაუკავშირდა შპს ლაგის დირექტორს ლაშა კვირიკაძეს და სამომავლოდ პრობლემების თავიდან აცილების სანაცვლოდ ფულადი თანხების შეწირვა მოსთხოვა. აღნიშნულზე დაზარალებულმა ბიზნესმენმა კონსტანტინე ჭეიშვილის მოთხოვნით 15,000 ლარი ჩარიცხა კუდთან დაახლოებული კერძო პირის გიორგი კენჭაძის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც თანხა კონსტანტინე არჩაიას ხელში აღმოჩნდა. ანალოგიურად 2008 წლის აგვისტოს თვეში კონსტანტინე არჩაიამ მორიგი გამოძალვა შპს ლუქსის წარმომადგენლების მიმართაც განახორციელა, კერძოდ მისი დავალებით მოქმედმა კონსტანტინე ჭეიშვილმა იმერეთის კუდის შენობაში დაიბარა შპს ლუქსის დირექტორი ზაზა ვაშაკიძე და მას სამომავლოდ პრობლემების თავიდან აცილების სანაცვლოდ ფულადი თანხების გადახდა მოსთხოვა. მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით კომპანიის წარმომადგენლების მიერ გადახდილ იქნა 100,000 ლარი, რაც კონსტანტინე ჭეიშვილმა დავალებისამებრ მის ხელმძღვანელ კონსტანტინე არჩაიას გადასცა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ხსენებული კომპანიის წარმომადგენლები კვლავ გახდნენ კონსტანტინე არჩაიას უკანონო ქმედებების მსხვერპლნი, როდესაც ისინი აიძულეს დამატებით შეეწირათ 10,000 ლარი. მთლიანობაში კონსტანტინე არჩაიას და კუდის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ზეწოლის და იძულების შედეგად კომპანიას გამოსძალეს 110,000 ლარი. ვინაიდან კუდის ყოფილ მაღალჩინოსანს კონსტანტინე არჩაიას ამ დროისთვის დატოვებული აქვს საქართველოს ტერიტორია, მას დაუსრებლად წარედგინა ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის. საქმეზე გრძელდება გამოძიება, დეპარტამენტი სწავლობს იმერეთის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენთა გამოძალვის სხვა ფაქტებს, სადაც ასევე კონსტანტინე არჩაია ფიგურირებს. გარდა ამისა, დეპარტამენტის მუშაობის შედეგად ჩატარებული გამოძიებით გახსნილ იქნა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 3 ფაქტი, რასაც ადგილი ჰქონდა პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. სამივე ამ შემთხვევაში საჯარო მოხელეების დანაშაულებრივ ქმედებას ჰქონდა საერთო ნიშნები, ხასიათი და ხელწერა. ისინი მოქმედებდნენ ქონების იძულებით დათმობის და ჩამორთმევის მსგავსი სქემებით, რაც ხორციელდებოდა მათი ზემდგომი თანამდებობის პირების მითითებით და დანაშაულებრივ კონტროლ ქვეშ. კერძოდ, ერთ შემთხვევაში 2010 წლის ივნისის თვეში შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ავტომანქანის სარკის ქურდობის ფაქტზე დაკავებული ყავდათ თენგიზ ბურჯანაძე. პროკურატურის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა დაკავებულის დედას ხათუნა საგანელიძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მოსთხოვა და აყიდინა ავტომანქანა Toyota Avensisi ღირებული 21,000 ამერიკულ დოლარად და ავტომანქანა Hyundai Sonata ღირებული 47,000 ლარად. ავტომანქანის შესყიდვის და დათმობის შემდეგ კი ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და მას დაეკისრა ჯარიმა 50,000 ლარი.
მეორე შემთხვევაში 2010 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ხეტყის ქურდობის ფაქტზე დაკავებული ყავდათ გიორგი ჭოხონელიძე. საქმის ზედამხედველმა რაიონული პროკურატურის პროკურორმა გადაამეტარა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას. ბრალდებული ძმა ლაშა ჭოხონელიძე დაიბარა პროკურატურაში. საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ მოსთხოვა და აყიდინა 47,000 ლარად ღირებული ავტომანქანა Hyundai. ავტომანქანის შესყიდვის და დათმობის შემდეგ კი ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მესამე შემთხვევაში 2010 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე დაკავებული ყავდათ ზაქრო ოდიშვილი და გოჩა ნიკოლეიშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ გადაამეტარა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბრალდებულის ნათესავებს მაგდა ბაგრატიონს და მაია ბოცვაძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ მოსთხოვა და აყიდინა ავტომანქანა Toyota Land Cruiser ღირებული 34,000 დოლარად. ავტომანქანის ყიდვის და დათმობის შემდეგ კი ბრალდებულებთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ავტომანქანით ხსენებული პოლიციის მაღალჩინოსანი სარგებლობდა. გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის და გამო ხსენებული სამი საჯარო მოხელიდან, რომლებიც აიძულებდნენ ბრალდებულის ოჯახის წევრებს, რომ საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ შეესყიდათ ავტომანქანები, ორის მიმართ გამოყენებული იქნა დისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება. ჩვენ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვასახელებთ ამ სამი საჯარო მოხელის ვინაობას, რათა ამით ხელი არ შეეშალოს დავალების გამცემი შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ დაწყებულ გამოძიებებს, რომლის შედეგებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გამოძიების დასრულებისთანავე და ამ შემთხვევაში დავალების გამცემი პირების მიმართ გამოყენებულ იქნება მკაცრი სისხლისამართლებრივი პოლიტიკა. საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს დეპარტამენტის პრეზენტაციის დროს გაცხადებულ სისხლისამართლის პოლიტიკას და ყველა ქვედარგოლის საჯარო მოხელის მიმართ, რომელსაც ბრალი მიუძღვით არაძალადობრივ დანაშაულში, გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში არ დაიწყება მათ მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა და გამოყენებული იქნება დისკრეცია. ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი 5-ვე დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად აღდგენილი იქნება 4 დაზარალებულის დარღვეული უფლება. 4-ვე დაზარალებულს პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული უკანონოდ ჩამორთმეული და დათმობილი ავტომანქანები, რომელთაგანაც 2 იმყოფება პროკურატურის ბალანსზე, 2 ავტომანქანა იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე. კერძოდ, დაზარალებულ მაგდა ბაგრატიონს და მაია ბოცვაძეს დაუბრუნდებათ Toyota Land Cruiser. დაზარალებულ ხათუნა საგანელიძეს დაუბრუნდება ავტომანქანა Toyota Avensis და ავტომანქანა Hyundai Sonata, ხოლო დაზარალებულ ლაშა ჭოხონელიძეს დაუბრუნდება ავტომანქანა Hyundai. ხსენებული ქონებების დასაბრუნებლად პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მიმართა შესაბამისი წერილით. ახალი დეპარტამენტი აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას ქონების უკანონო ჩამორთმევის სხვა ფაქტების გამოსავლენად და აპირებს აქტიურად გამოიყენოს საქართველოს მთავრობის მიერ ახლად მიღებული განკარგულება სახელმწიფო ბალანსზე არსებული უკანონო ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ დაზარალებულების დარღვეული უფლების ეფექტურად და სწრაფად აღდგენის მიზნით. ასევე დეპარტამენტი ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რისი შედეგების შესახებ ჩვენ საზოგადოებას პერიოდულად ვაცნობებთ ხოლმე.